მოგესალმე მეგობრებო. ასლი დისკუსიების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეპიზოდი არის დღეს და რა ხდება დღეს? დღეს ხმის სავაჭრო ცენტრ მეგალაინში ჩვენ ახალ მაღაზიას მედანისთვის ეს არის პირველი მაღაზია. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე წარმოდგენილები ვიყავით სავაჭრო ცენტრებში, ფართო ესეთი მასშტაბიანი პროექტი არის პირველი და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი გვექნება. მაგრამ დღეს მოდი ვისაუბროთ. მოგესალმებით. რას ვაკეთებთ? რითი უნდა გავახაროთ ჩვენი სტუმრები? და აი აქ რაც ალაგია, ყველაფერი არის გასათამაშებელი, აი მოსაწვევები რო დაუბეჭდეთ მიხეილ. ერშოს ჩანთები, ეს ძალიან მაგრები, ესეც ვინაიხის მაგარი ჩანთები, ბენჩმეიდის კეპკები, ბენჩმეიდის ზეთები, CVV ცეტოსი, პარაორი, მაქსამეტი ფოლაძე, ბაფები ზეტესი, რიტის ჰენკები, ფრაიბარები და კიდე ჭიქებიც წამოვიღე მიხეილ. ჭიქებით გავათამაშოთ. ძალიან მაგარია, ანუ გამოდის რომ მოსაწვევით ვინც მოვა დღეს მიიღებს, დოლურაში ჩააგდებს და ანუ ალბათ ესე იგი ყოველი მეორე სტუმარი რაღაცას იგებს, მე მგონი რა. იმდენი საჩუქარი გვაქვს მოტანილი რა. იდეა ეგ არის. მოდით ცალი-თვალით თვითონ მაღაზიაზაც მოვავლოთ. კი დღეს ბევრი გვექნება, სასაუბრო, მაგრამ ჩვენი ძირითადი ბრენდები, რაც ისედაც ნაცნობი არის ჩვენი გამომწერებისთვის და მომხმარებლებისთვის, პლუს ამას დაემატა დაგერი უფრო დიდი ასორტიმენტით, დაგერის ქვებრენდი პერემენიც და ეს აღარ იქნება რაღაცა კვეტადი, მუდმივად იქნება წარმოდგენილი და დღეს ცოტა მოგვიანებით თავად დაგერის დამფუძნებელიც გაგვესაუბრება. აქვე დავაანონსებ, რომ პატარა საგამოფენო სივრცე შეიქმნა, სადაც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პროექტები განხორციელდება. დღეს რა გვაქვს გიოშე რო თქვა რა. კეთილი. მოკლედ იდეა არის ამ ყველაფერს რო ვაკეთებდით. ერთ-ერთი იდეა იყო რომ რაღაცა სივრცე შეგვექმნა, სადაც შეიკრიბებოდნენ მიშა მედანეები, ხელოსანს ექნებოდა საშუალება რო თქვა ახალი მოდელი წარედგინა, თუნდაც რაღაცა უკონტაქტი ქონოდა, შეხვედროდა თავის გამომწერებს და თავის მოყვარულებს და ასე შემდეგ. აი ეგეთი ეს სივრცე მაგისთვის არის. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს. დავიწყოთ აქედან. თეიმურაზ ვაშაყმაძის დაგერის დანები არის, ახალი დანები არის, რომლებიც ჩვენ არ ქონია არასოდეს და თეიმურაზმა თვითონ ჩამოიტანა. აქედან ორი მოდელი ვთქვათ, რომ ჯერ გაყიდვაში არ არის ჩაშვებული არსად და ეს არის პირველი კი არ ქონია, კი ამ ორი მოდელი. ძალიან მაგრები. აი ესეც აი რაღაც შაშკის მოდელებს ისა მოტივებზე ნახე როგორ ტალი აქვს, ესეც მე მგონი არ ქონია. არ ქონია. აი ეს დემური კეზუამ მოგვიტანა ახლა ციმორის დანები არის, აი ესეც ქართული. შემდეგი გვაქვს დათო აბაშვილის დანები გვაქვს, მიხეილ, აი დათო აბაშვილის დასაკეთის slip joint-ები და ასევე ფიქსირებულიც აქვს გაკეთებული. ლევანი მოსიძე სამწუხაროდ წავიდა უკვე და ერთი დანა ქონდა მორჩენი და ეგეც დაგვიტოვა. მადლობა ლევანსთან მოკითხვა აქედანაც და ასევე გვაქვს Oxidizer Customs-ის ქართველი ანოდირების სუპერკაცის გაკეთებული ჯადოქრის, კი. ფრაიბარები და დასაკეთი და რა თავარია, ქვევით ჩვენი სიამაყე. შეიძლება ამ სილამაზეებს ხეთს ცოტას უფუჭებს აი ეს 3D მოდელები და რაღაცები, მაგრამ შინაარსობრივად ეგ არის რომ აი ჩვენი მცდელობა გვაქვს რომ რაღაცა გავაკეთოთ და ერთ-ერთ თვეში უკვე დასრულებულ ვერსიებსაც შემოგთავაზებთ. მოკლედ აქ რასაც ვხედავ, მე მგონი ამის ასე ვთქვათ მეპატრონეები ყველანი დღეს აქ იქნებიან წარმოდგენილები გარდა ლევანის და ირაკლი მოვა კიდე რომლის დანაც ჯერ არ გვაქვს. ირაკლი ბაქაძე, კი, ირაკლის ველოდებით იგვიანებს ირაკლი, მაგრამ შემოგვიერთდა რა ეგეც. მოდი აბა დროებით გადავიდეთ მერე შემდეგ მომენტზე. всё, ეს მოვჭით. მოკლედ, მეგობრებო, ცოტა მოვიწიოთ, სანამ შიგნით შევალთ და სანამ ლენტას გავჭრით, ერთი სამადლობელო სიტყვა გვინდა რომ მე და ბატონმა გიორგიმ გითხრათ, სათხარ ბატონო აკავარ, მოვედი. მედანის შინაარსი იყო მარტივი, რომ კოლექციონერს უბრალოდ მოყვარულს თუ არა მოყვარულისთვის ყველასთვის ყოფილიყო ეს ბრენდი. ანუ აქ უნდა ყოფილიყო ყველა სახეობის დანა. წელიწადზე მეტია უკვე გასული და კლასიკური მაღაზია არის პირველი. მანამ გქონდა სტენდების სახით, გქონდა ვებსაიტი და გვაქვს და როგორც აღნიშნე ერთ-ერთ გადაცემაში ეს არის პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი. გავაგრძელებთ ამ სტილში გაგრძელებას და რა ვიცი, ყველაზე ერთგული ხალხი აქ ხართ და ბევრნი ვართ, კიდე ბევრი მოვა. მადლობას გიხდით ყველას და რა ვიცი, მოსაწვევები შიგნით გათამაშება იქნება და რა ვიცი, კაი დროს გავატარებთ დარწმუნებული ვარ. არის. დავიწყოთ ალბათ.
მაიცა მე ჩვიტყვი. ხო, გიომას თქواس. გიომას თქواس. გამარჯობა პირველი მადლობა მინდა ვთქვა. 5 წელია ამ საქმეში ვარ მე და პატარა გზა არ გაგვივლია, იყო სხვადასხვა რაღაცეები და მე კარგად მაქვს გააზრებული რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე თითოეული თქვენგან ეს ზოგი პირველივე დღიდან იყო ჩართული მეყურებდა იქ თოკებს ჭრით თუ რა ჭრით ზოგი ცოტა მე შემოგვიერთა თითოეული თქვენგანის გარეშე აქ ეს არ შევიკრებებოდი დღეს. თავარ წარმატებად რაც მიმაჩნია ერთადერთი არის ის რომ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ბევრი კარგი ხალხი ვარ დღეს შეკრებილები. დანარჩენი კიდევ ცოტა ლესვას მოვაკელი ყურადღება მაგაზე ბოდიში მინდა მოვიხადო და ჩემი ერთადერთი мотиваცია და ეს ძალისხმევა რომ ვდებ ამაში არის ის რომ აი ეს ყველაფერს ვაკეთებ რომ ისევ დავალაგო ის ყველაფერი რომ სახელოსნოს დაუბრუნდე ისევ კარგად და ის ჩვენი საყვარელი საქმე თოკის ჭრა იქნება რაღაც ექსპერიმენტების დარება იქნება ისევ ვაკეთოთ. დანარჩენი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის ეს სივრცე იდეა ერთ-ერთი იყო ის რომ ყოფილიყო შეკრების ადგილი მედანეების ხელოსნების გვაქვს განთავსებული ადგილი სადაც წარმოდგენილი არის ქართული დანების დღესდღეობით და მომავალშიც მე წარმომიდგენია რომ ქართულ ხელოსანს ნებისმიერს თუ ექნება რაღაც ახალი მოდელის პრეზენტაცია იქნება ან შეხვედრა მოუნდება თავისი მოყვარულებთან და გამომწერებთან აი ეს სივრცე იყოს მაგისათვის კომფორტული ადგილი რომ თქვენ სამსახურში გვიგულებთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ერთი სული მაგ გავჭრა რა. მოჩი დამეხმარეთ რა, ჩემები გიო, მოდი ერთი, აქიდან, მოდი შენ აქიდან. ნელა. მოდი და სად არის დანა? არის. აბა გიომ გაჭრას, ეხა შუაში. ბევრს შეიძლება გეცნობოდეთ ეს დანა. პენგი. ხელით გალესვა ვერ მოვასწარი. ხოჭრის. არის. რა მაგრად. წავედი. მოდი გაკეთე. ათხე. პირველი არის წერეთელი ვოვა. აჰა, გადააწოდე მიშას. არის. კაი, მეორე. გიორგი ჩხეიძე, მე არა. არის. არის. შემდეგი. მიხეილ მიკაბერიძე. მიხეილ მიკაბერიძე. აი, მე ვიპოვნით. აგე დავდოთ არაგვერიოს. აი, ისა, კაი, შემდეგებს შენ მოგცემ მე. კაი,
კოტე უჯმაჯურიძე. ისევეს. არის. Так, შემდეგი. თამას დემინაშვილი. თამას სამაჯური აღარ დარჩა, მივცეთ კერშოს ფრაიბარი. არა, ისა ფრაიბარი. მიხეილ მიქაბერიძე. მიხეილ მიქაბერიძე, რავი, ესე წერია. გაუხდა? ჩაწყობილია. დავით თაწმიდელი. ფრაიბარის იუს არის. კარგი. ნოე გელიტაშვილი. ნოე საითხარ არის. ნოემაც მოიგო. ფრაიბარი. დამოკიდე გაირიე კლუბში შენც. აი. რამაზ როხვაძე. ბატონო რამაზ, აი ეს იუის ფრაიბარი. ზუკა ნემსაძე. არის ზუკა, წაიბარი ფრაიბარი. ბატონო გოჩა. გილოცავთ. ზივის ფრაიბარი. გასაღებზე. ვასო როხვაძე. ვასო, შენ რომელი მოიგე? ეგა, მაშინ აი ამას მოგცემ, მეორეს მოგცემ. აჰა, 2-1. კი ბატონო. Так, შემდეგი. ლაშა ქრივიშვილი. შენ ა? მილოცავ ლაშა. Так. ლევან გოგოლაშვილი. ლევან არის. მადლობა თქვენ. დაწყობილია ლევანი, გადაძე. კარგი. ესეც. ლევან გოგოლაშვილი იყო ისიც. აბაზაშვილი. ვახო. გაიხარე ვახო. კაი. შემდეგი გვაქვს ჰენკები რიტის და ბაფები ზეტესი. არ მოგერიდოს, მე არ ვარ, მაგრამ თუ გინდა თქვი. ჯონდი. გენაცვალე, ბაფი ზეტესი. ჯონდი, გამოიგე? Так. აი არა, რაღაცა ნიტუა, გოჩა სამხარაძე ისევ. Так. ბაქარ ლომსაძე, ბაკო. ბაქარ ლომსაძე. გადაეცი. Так. თენგიზ ბაბაკიშვილი. არის, აი, ჰენკი, რიტის ძალიან კარგი დანების დასადებად გასახვევად. კაი. შემდეგი, გიორგი ძოწენიძე. გიო, საითხარ, გენაცვალე, ჰენკი. აიღე. კაი, რეები გვაქვს. კეპები, კაი. Так. ბაჩო მერკვილაძე. თულკითია, არა, თულკითია კერშოსი. კაი, წამოვიდა ბენჩმეიდის კეპები. ირაკლი ივანიძე. ბენჩმეიდის კეპი. მიეცი. Так. შემდეგი. გიორგი ძოწენიძე წერია კიდე. ჩაწყობილია ესეც. რაღაცა გაუგებრობებს აქვს. Так. ბექა ჯიბლაძე. ბექა. ეცოლი. აჰა, ბენჩმეიდის პირველ შეკვეთაზე გამოგვიგზავნეს, რომ კონდეთო დაარიგეთო. ბექა, შენ ვის მაგია ჩააგდე კიდე, ესეც მეორეა. თუ უკან ვყრი ხოლმე. გაუ? კაი, გადაძე. გურამის სოყურაშვილი. არის. აი, მადლობა თქვენ. კაი.
წამოვიდა ჩანთები და ჭიქები. გიორგი აგლაძე. გიო, ენაცოლე. აჰა. ჭიქა. დაიცადე. ლესეს ჭიქა. მაცადე. აჰა, ყუთი. აჰა, ლესეს ჭიქა. აი ხარე გიო, მადლობა შენ. ბიჭო, ამე შიგნით ხედი ისევ კაცო. ალაშა. რამოდენმე მიყოდა რო ჩაყარეს. დათეშიძე ნიკოლოზი. დათეშიძე ნიკოლოზი. არის ჭიქა. არჩანს, კაი, მე მივაწვით. ლუკა მერებაშვილი. აი, სადე ლუკას მიცეთ ორივე ჭიქაში. კაი. აი, აჰა, ჩააგდე. გავიდა. კაი. так, ჭიქებიც გავათამაშოთ. მარიამ სიგუა. არის? აჰა. გიორგი მამესწარ რაღაც გიორგი მამესწარაშვილი არის ეგეთი რამე. კაი, კაი, დაუკავშირდებით, ცოტა წერია ბექა, კაი, გადადე ეს მანდა. გიორგი გოჩელეიშვილი. გოჩელეიშვილი. არის? აი, ჭიქა მეგობარო. მადლობა თქვენ. აი. так. ეცადე ეს ჭიქა ჩავდოთ აქა. ჩადელაშა და გავათამაშოთ ჭიქა. დაგვრჩა ჩანთები და დანებზე გადავალთ მერე. 4 ცალი დანა გვაქვს გასათამაშებელი. აი, ეს გიორგი ოთარაშვილი მე მგონი შიგნით ვიყო. რამოდენმე ჩაყარეს. აი. მიქაბერიძე წერია მარტო, სახელი არ ვიცით. მიქაბერიძე. ტოტო. ტოტო. აჰა, გადაიჭი. რატო? კენაცოლე ტოტო. დიდი. გიორგი ექიზაშვილი. კენაცოლე მეგობარო, სივივი ცეტოსი. ჩვენიერი კაიდანა. კაი. სივივი ცეტოსის მეორე მოდიფიკაცია. ვატო ჯორჯიკია. ვატო, კენაცოლე, გილოცავ. კაი ხარე. კაი, მოდი რამდენიმეა დარჩენილი სულ და გადავამოწებ ესენი. პატა ჯორჯიკია, პატა შენ იყავი ხო უკვე? არა. ხო. არ ამოსულა ხო შენი სახელი ჯერ? კაი, და ისა ჩავაგდე. კაი. თამარი ყავდა? იყო თამარი. მაშინ გადავდე. არ ყოფილა, კაი. ჩაგდებული იყო. კაი, გიორგი ბექაურის არ მომიღე და გოგლიძე. კაი. всё, გაიხარე. მოკლედ 4 ცალი გვაქვს და ვათამაშებთ პარა 2-ს მაქსამეტი ფოლაძე. გეცო. ჯან რა დაგივარ. კაი, რა ვიცი, აბა. ამოვიღოთ? დავიჭირეთ. გოგლიძე, გენაცვალე. გილოცავ პარა 2 მაქსამეტით. გაიხარე. მადლობა თქვენ ყველას. მადლობა. ქართულია. მოგლეთ ჩვენმა ასე ვთქვათ, გახსნის კადრებმა ალბათ მე მომხიბლად, ალბათ თქვენს მომხიბლად ზურფასო მაყურებლებო. ეხლა საქმეზე გადავიდეთ და ერთი ძალიან საინტერესო ეგზემპლარი, რომელიც ჯერჯერობით ესე გაყიდვაში არ არის ჩაშვებული, ბატონი თეიმურაძე თავად წარგვიდგეს და გვეტყვის რა დანა გვიდევს აქ მაგიდაზე. კი, რა თქმა უნდა, ეს არის დანა, რომელსაც ქვია ატამანი. გასაგებია. ფიქსია, რო შევხედოთ, აი თქვათ კონცეფცია რაშია. მინდოდა გაკეთება, შეჯვარება
ხმლის, აი კავკასიური ხვლები როა ლეკურს რო უძახიან, ან ბოჭაური კი ბატონო. და დანა, აი კავკასიური მოტივებით, ეს ბიჩაკი, ბიჩაკი კი, და ბატონო. საქართველოშიც არის ასეთი პირიანი დანები. არის ნამდვილად. აი შეჯვარება მინდოდა ამ ორი კონცეფციის და მგონი ძალიან კარგად გამოვიდა. და დამზადებულია სახელურზე არის მიკარტა. აქ არის დამასკის ლამინატი, შვაში არის ვეგეათი და მოყვება კაიდექსის ქარქაში ჩვენი მყვირალა ჩონჩხით. ძალიან მაგარი რაღაც არის. კითხვა რო დავსვა შეიძლება პარამეტრები თუ გახსოვთ სისქე რა არის ბატონო თეიმურას ამის სისქე აი ახლა აქ ალბათ ახლა სამი უნდა იყოს მაგრამ მთლიანად სიგრძე არის დაახლოებით 18 სანტიმეტრი კი 9 სანტიმეტრია პირი და 9 სანტიმეტრია ტარი ჩვენიერი რამ არის ალბათ უტილიტარული და ასევე ვიზუალური თვალსაზრისით რა ვიცი მე ორივე კუთხით მომწონს და გიოში რა სიტყვი წეგან ვსაუბრობდი სანამ ვიდეო ჩაირთვებოდა და აი რაცაც ქონდა ჩანაფიქრი თეიმურას და იდეა ყველანაირად გამართლებული არის აი ის ემოციებს მაძლევს რომ აი ჩემი არის ქართული მოტივებიც არის და პლუს კიდე აი ეს დანაც არის ისეთი კაი გამართული რა რომ აი სიამოვნებით შევიძე როცა იქნება უკვე სერიულად იმიტომ რომ ემოციასაც მაძლევს რომ კაი დანამიჭირავს თან ჩვენებურის გაკეთებულიც არის და ჩვენებურ მოტივებზე არის და მე აღვნიშნავ რომ აი ეს კლიპსა ძალიან უხდება რა კლიპსა თავისთავად კლიპსაც და ქარქაშიც მოკლედ თანამედროვე დანა რაღაც ისეთ კავკასიურ მოტივებზე და კაი გამართული ინსტრუმენტი ყველაფერთან ერთად ნამდვილად თუ ნებას დამთავრთ ორ ძალიან საინტერესო დანას გადმოვდებ არა ჯერ ერთს გადმოვდებ ამ დანაზე რაღაცა პატარა ის ჰქონდა ჩანაწერი მაგრამ რასაც ქვია ანონსი და ახსნა განმარტება არ მოყოლება და გითხარი ბატონო თეიმურას რა არის ეს შვენება ხო ეს არის ახალი მოდელი რომელსაც ქვია ალიგატორი აქ ჩვენ გვაქვს მაგნაკატი PVD ეს დაფარვა ჯიმასკუსი და პირველად დავაწერეთ first run-ი, აი მენ ახალი მოდელი რო გამოუშვით და სხვა ალიგატორები უკვე სხვანაირი იქნება, რა თქმა უნდა. აქ არის Axis-ის სტილში ჩამკეტი. სხვა რა უნდა ვთქვა. აი კონცეფცია ამდანის იყო, რომ აი მჭრელი და ვისაც არ უნდა კომპრომისზე რო წავიდეს, აი დიდი და აი რომ მთლიანად გამოიყენო პირი და კარგად რო იხარო. იმიტომ რომ აი ვინც ერკვევა ჩვენ დანებში, ეს არის Sting-ზე ცოტა დიდი და Sting XL-ზე პატარა. აი მაგ ფორმატშია და ჩემი აზრით ძალიან კარგი EDC იმენა საჭრელი რეზაქს რო უძახიან, აი მაგეთი დანა გამოვიდა. სრულად გეთანხმებით და რაც ძალიან მომწონს დააუღნიშნა, ნუ აი როდესაც ლაინერები არის დამალული, ნუ ჩემთვის არის ორმაგად სასიამოვნო, მექანიკა მინდა აუღნიშნო, ანუ ხელში როდესაც დავიჭირე, ანუ იმ ბრენდებს, რომელსაც მე პირადად პატივს ვცემ, არა თუ არ ჩამოუვარდება და ტოლსტორად მიყვება, შეიძლება აღემატებოდეს კიდევაც რა. მაგნაკატი, რა ვიცი, დღესდღეობით ალბათ არ ვდაობთ, რომ არის ნომერ პირველი პოპულარობით ფოლადი და ამართლებს თავის ასე ვთქვათ პოპულარობას. მე ასევე მომწონს ძალიან აი ამ ტიპის, როდესაც backspacer-ივით არის და აქ გვაქვს ჩვენ პარაკორდის გასაყრელი ადგილი, უკვე ლეგენდარული მყვირალა კაცი და საოცარი დანა არის. გიო, აბა შენ ერთადერთი რისი დამატება შეიძლება რომ მაქვს სიამაყის გზნობა რომ ქართველი აკეთებს გავსტარებს და ასევე სიამაყით ვიტყვი რომ ჩვენთანაც იქნება ესენი აუცილებლად უბრალოდ იმდენად სწრაფად გაიყიდა ესენი რომ მარაგებში არ იყო და რამდენიმე ერთეული ჩამოგვიტანა თეიმურაზმა თვითონ რომ გამოფენაზე გახსნადი და გქონდა სპეციალურად და დანარჩენი აუცილებლად გვპირდებით ყველას გამომწერებს მომხმარებლებს რომ გვექნება ესენიც ადგილზე ახლო მომავალში. აი მსგავსი ტექსტის თქვა მოგვიწევს მომდევნო დანაზეც. სამწუხაროდ, მაგრამ ალბათ მაინც ჯობია რომ ვაჩვენოთ ხო ჩვენ მომხმარებლებს. მართალია გაყიდვაში ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მოდელი, რომელიც ვიზუალურად ჩემ აღტაცებას იწვევს რა და მოგვიყევით ბატონ თემას. კორსო შურისძიების დანა. ვინც აი ისტორიულად იცის, აი ასეთი დანა იყო, ნუ კორსიკაზე, კი. ეს არის ისტორიული ფაზა. ჩვენ გვაქვს ჩინკვედია, ჩვენ გვაქვს ნავახა, აი ახლა კორსო და ჩვენ ვაგრძელებთ ასეთ ისტორიულ ეთნიკურ დანების ინტერპრეტაციას. აქ პირველად გამოვიყენეთ ჩვენ ბექლოქი. აქ არ არის ლაინერი ან სხვა.
აი ეს ფოლადია, აქ ჯიათია, აქ კიდო ვეგიათია. გასაგებია, გასაგებია. ნუ რა თქმა უნდა მყირალა ჩონჩხი. გასაგებია. აქვს ძალიან ისეთია, ხო, რაღაცა ბრუტალურიც და თან ძალიან ნაზი, ორივე ერთად. აქ არის აი თან ძალიან მაღალი ჩაჭრა რომ მიდის, ძალიან მჭრელია. და ნუ რა თქმა უნდა ეხლა ძალიან აგრესიულიც არის. კი. სიამოვნებით გავლესავდი, აი ეგეთი დანა არის რო უყურებ და ეს დავამატებ იმ დანაზე რაც არ ვთქვი, ამაზე ვიტყვი რომ აი ხო არის ხოლმე დანები რო ჩამოდის და გინდა რომ თქვა დაიტოვო აუცილებლად, მაგრამ რაღაცნაირად ჩემ თავთან ვერ ვარ ხოლმე მართალი რომ აი რომ მინდა დავიტოვო, მაგრამ რამდენიმე ერთეული რო არის, რაღაცა მგონია რომ არ არის სწორი და სხვებს ვაძლევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის რომ მინდოდა რომ დამეტოვებინა, მაგრამ მე მაგით ნამოსზე ვერ ამაგდებ, მე ერთიც არის იყო და ბოდიში ყველასთან და დავიტოვე, აპატიეთ, მაგრამ ეს დავიტოვე. არა ბოდიში ვიხდი. თუმცა ნამდვილად ეგეთი დანა არის რომ კოლექციაში უნდა იყოს ესეც ხელი. არ ვიცი, მართლა სიამაყის გზნობა, იმიტომ აქ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაცნობობა გარკვეულ დროს ითვლის ჩვენი პარტნიორობაც გადადის ნელ-ნელა სხვადასხვა ნაბიჯებზე, მე რაღაც ერთი წლის წინ არ მეგონა რომ აი ესე მაღაზიაში დავდგებოდით და ჩემი მართლა იმ დროიდან საყვარელი ბრენდის დამფუძნებელთან ერთად ესე წარმოადგენდი დანებს რა. ამისთვის გიო პირველ რიგში შენ მადლობა ძმაო რომ ემომეცი ამის საშუალება და თემო ეს რა თქმა უნდა ძალიან დამსახურება და საქართველოს მედანეების დამსახურება. დიდი მადლობა რა დღეს მართლა ისიამონა ხალხმა ისე მაღაზე მინდა კითხვა ანუ მე დავინახე რომ მასიურად მოდიოდნენ ბიჭები გესაუბრებოდნენ და როგორ შევეჭდები დაგჭირა ხო არ ვარ ცუდი ხალხი ცუდია რა თქმა უნდა როგორი აი даже არ შემილია რამე რო გამოვხატო რა ნუ ძალიან ემოციური და ძალიან თბილი იყო რაც თავარია ასეთი რა აი ოჯახივით რო შეიკრიბა ყველა და ყველას რო უყვარს დანა და ნუ ერთი ის რო გვაქვს რა ინტერესი ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. კარგი, მე ერთ რამეს დავამატებ, ეხა ამ წუთას კადრში არ ჩანს, ანუ სხვადასხვა ღვინოსაც მივირთმევთ, ბევრი დანები გვაქვს და არავინ არ ვაშავებთ. ასე რომ მეგობრებო, დანა არის პირველ რიგში, ანუ კოლექციისთვის გამოსაყენებლად და არამც მზაკრული იდეებისთვის. შესაბამისად, ვისაც იგივე აზრი გაქვს, შემოგვიერთდით და ვისაც არ გვინდა გაცნაც ხوار შევაჯამოთ მიხელი. შევაჯამოთ. რა ვქენით ბატონო გიორგი? იმას გითხრა მე მომენტებში შეიძლება წვედა მქონდეს მახსოვრობაში, ნუ მაგრამ საბოლოო ჯამში მგონია რომ ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან კარგი სივრცე გაიხსნა და ლეტის გაჭრისასაც თქვი და იდეა ამ ყველაფერს რო ვაკეთებდით, იყო ის რომ ეს ადგილი იყოს, სადაც გავერთიანდებით მედანეები, ხელოსნები და სხვა კიდე ამ თემის მოყვარული. ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური ადგილი, სადაც დაუთმოთ კიდევაც ხელოსნები იქნებიან, დანების კეთებლები იქნებიან, ბრენდები იქნებიან, სადაც გვექნება საშუალება რომ ვთქვათ, მოვიწვიოთ იმ ხელოსნის ვთქვათ, მოყვარულები იქნებიან თუ ასე შემდეგ, პატარა გამოფენები მოვაწვოთ ხოლმე, სანამ ის წელიწადში ერთხელ დიდი გამოფენა იქნება ხოლმე, ესეც პატარა შეკრების ადგილი რო გქონდეს. დანარჩენი ვიდეოებიდანაც, აქედანაც პერიოდულად ალბათ მივესალმებით ხოლმე ჩვენს მაყურებლებს. ხო, ეგ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მაგარი ადგილი გამოვიდა, მე რასაც უყურებ პოდკასტიც ხშირად ნახავთ ამ ადგილიდან და ასევე ძალიან ბევრ ვიდეოს, იმიტომ რომ ეს სივრცე ჩემთვის პირადად ბევრად კომფორტული და კარგი არის, რომ წარგედგინოთ ბევრი ახალ-ახალი დანები. არის. მოკლედ კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ბევრია და ნუ ძალიან მაგარი ადგილია. გაიხარეთ. საღოლბიჭები. მადლობა დიდი. მადლობა დიდი და კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მადლობა. გავიმეორებ მოკლედ, ესე იგი აგლაძის ქუჩიდანაც არის და გვერდზე ქუჩის სახელი არ მახსოვს. სავაჭრო ცენტრი მეგალაინი, ჩემო კარგებო, დიდუბეში, ელიავას ბაზრობის ზედა მხარეს და მაღაზიის ნომერი გიორგი 11. მე-11 მაღაზია. გარედან აბრას მედანეს დაინახავთ. მოგბრძანდით დაგერის დანები და სხვა უამრავი დანები გელოდებათ ჩვენთან. აბა, მომავალ ვიდეოებამდე. დროებით. დროებით.